მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემას წარმოადგენს საჯარო ტაროს პროგნოზი, რომელიც მე დავაანონსე რამდენიმე დღის წინ. ეს არის თემა, რომელიც დაკავშირებულია არჩევანთან და ზოგადად არჩევანის სისწორესთან. უფრო დავაკონკრეტებ და ცოტა შევცვალე ფორმულირება ამ შეკითხვისა, ამ თემისა, კერძოდ მოდით ესე ვქნათ, ესე გავაკეთოთ, ანუ სიგნიფიკატორი თქვენი მდგომარეობის, თქვენი მოცემულობისა, სამ ვარიანტად გავშალოთ და რჩევის სახით ამოვიღოთ, თუ როგორი იქნება სწორი არჩევანი, როგორი იქნება სწორი ხედვა აი ამ თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე მისაღებ გადაწყვეტილებასთან და არჩევანთან დაკავშირებით, ხო? როგორც აღნიშნე, იქნება სამი ვარიანტი, მოდით ვნახოთ თქვენი მდგომარეობის სიგნიფიკატორი, რას გვაჩვენებს ტარო, რას შეეხება კონკრეტულად ეს არჩევანი, რას ეხება და რჩევა ტაროსგან, თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოთ და ზოგადად როგორი ნაბიჯები უნდა გადადგათ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში, თქვენთვის საინტერესო და საჭიროებო თემასთან მიმართებაში. მე თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ თითოეული ინდივიდის, თითოეული ადამიანის შემთხვევაში თემები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ მე ვისაუბრებ უფრო ზოგად ენერგეტიკაზე, რა თქმა უნდა, იქ თემებსაც ჩავშლი, გააჩნია რა კარტები ამოვა, ბუნებრივია იქიდან გამომდინარე. უფრო მეტად რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და უფრო მეტად რა ენერგიებიც ამოვა, რა თემებთანაც ახლოს ამოვა კარტები, ხო? იმაზე გავამახვილებ, რა თქმა უნდა, ყურადღებას. ამიტომ ჩემი მიზანი ის არის, სწორედ ის არის, რომ თქვენ თავიდანვე შეძლოთ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გეხებათ ეს გაშლა თქვენ, რამდენად გეხებათ ეს ინფორმაცია თქვენ, ანუ თქვენთვის რამდენად არის გამიზნული. იმიტომ რომ თემა ზოგადად ტაროს ეს აღნიშნული პროგნოზები, რომელსაც მე ვაკეთებ სისტემატიურად, უკვე ამ ბოლო პერიოდში არის საჯარო ფორმატის, მას მოისმენს მრავალი ადამიანი, ამიტომ კარგია, როდესაც ადამიანმა იცის, მოისმენს რაღაცა საკვანძოს, დაიჭერს მისთვის საინტერესო სიტყვებს, მისთვის საინტერესო ინფორმაციას და მე იმაზე ააგებს თავის, ასე ვთქვათ, პროგნოზს, ხო? ზოგადად რა პროგნოზიც ამოდის ტაროს არკანები, რასაც გვაწვდიან ინფორმაციის ხედვების თუ მომავლის პროგნოსტიკის სახით. პირველი ვარიანტი, მოდით ვნახოთ. პირველი ვარიანტი სიტუაციის სიგნიფიკატორი. მეორე ვარიანტი სიტუაციის სიგნიფიკატორი და მესამე ვარიანტი სიტუაციის სიგნიფიკატორი. რამდენად კარგად ჩანს არკანები, გამოვაჩინოთ. ეს ორი ვარიანტი დროებით გავწიოთ გვერდზე. და რა თქმა უნდა, დავიწყებ პირველი ვარიანტით. იმედია კარგად ჩანს. კი ბატონო, მოისმინეთ თლიანი საჯარო გაშლა, თუ ვთქვათ ინტუიციურად გიჭირთ არჩევანის გაკეთება და ამოიღეთ ის ინფორმაცია, რომელიც უფრო მეტად მოვა თქვენთან, რეზონირდება თქვენთან, ან თუ ფიქრობთ, რომ ინტუიციურად სჯობს არჩევანის გაკეთება, მაშინ აერჩიეთ რომელიმე ვარიანტი, ეს არის პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი და შესაბამისად მოусმინეთ იმ კონკრეტული ვარიანტის პროგნოზს. და მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი. პირველ ვარიანტში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ განსხვავებული ენერგეტიკის მქონე არკანებს. ეს არის ცეცხლის სტიქის არკანი, პირველივე არკანი, ხოლო მეორე ეს არის უფრო წყლის ენერგია. ცეცხლი და წყალი მოგეხსენებათ ერთმანეთთან ოპოზიციაში არიან, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან და ერთმანეთს უპირისპირდებიან, ხო? შესაძლებელია, ანუ თქვენი მდგომარეობა არც ისეთი მარტივი არ იყოს, იმიტომ რომ ორი რადიკალურად განსხვავებული
ორი რადიკალურად განსხვავებული არჩევანის წინაშე იდგეთ, ან ისეთ სიტუაციაში იმყოფებოდათ, როდესაც ოპოზიციაში გიდგათ ვინმე ან რამე, ხომ, რაღაცა კონკრეტული გარემოებები მოდიან თქვენთან, თქვენს სურვილებთან, თქვენს ნაბიჯებთან, თქვენს პიროვნებასთან წინააღმდეგობაში, ან კონკრეტული ადამიანები მოდიან თქვენს არჩევანთან, თქვენს პიროვნებასთან და თქვენს ზოგადად სურვილებთან მიმართებაში, ხომ? ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ცეცხლოვან ენერგიულ ადამიანს, რომელშიც დუხს და გადმოდის ენერგია, რომელიც არის აქტიური, ცეცხლოვანი, ენერგიული, სწრაფად აალებადი, ფეთქებადიც, სწრაფად, ისეთი ადამიანი, რომელიც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, ხო? მას არ ჩვევია დიდხანს ფიქრი და დიდხანს რაღაცაზე ესეთი დინჯი ნაბიჯები. ეს არის უფრო ცეცხლოვანი, სწრაფმოქმედი ადამიანი, სწრაფი ნაბიჯებით, სწრაფი მე ეხლა მინდა, მე აქ და ახლა მინდა. ხომ? აი ესეთ ადამიანს ხედავთ, ხოლო მეორე მხრივ უფრო ხედავთ ისეთ ემოციურად მოწყვლად, დაუბალანსებელ, სურვილებ დაუკმაყოფილებელ, დეპრესიაში ჩავარდნილ ადამიანს, რომელსაც თითქოს გაძლება აღარ აქვს იმ სიტუაციის, რაშიც იმყოფება და საერთოდ წასვლა უნდა ამ ყველაფრიდან, ხომ? დავრჩე თუ წავიდე, რაღაცა ესეთი არჩევანის თემატიკა დგას, ხომ? დავრჩე თუ წავიდე. რაღაც აი ესეთ ენერგიებს ხედავ ახლა მე აქ, ხომ? წასვლა შესაძლებელია, წასვლის სურვილი გქონდეთ, მაგრამ რაღაც გარემოებები გიშლიდეთ ხელს. აი ამ წასვლაში, თუმცა თქვენ იმდენად აუხსებელი ხართ, იმდენად დაუკმაყოფილებელი ხართ, იმდენად ვერ ეტევით თქვენს სიტუაციაში, ანუ თქვენ უფრო მეტი გსურთ, მეტი შეგიძლიათ, გრძნობთ საკუთარ თავში ცეცხლოვან ენერგიებს, დიდ პოტენციალს და ამ დროს თითქოს აი გარემოცვა და ის სიტუაცია, რაშიც იმყოფებით, ვერ გაძლევთ იმ ყველაფერს, რაც კმაყოფილებას მოგიტანთ, რაც ემოციურადაც დაგაკმაყოფილებთ და ცხოვრების სხვა ასპექტებსაც შეგივსებთ, ხო? ამიტომ გსურთ რაღაცა აი ამ სიტუაციიდან გასვლა, რომ წარმოვიდგინოთ დიდი თევზი, ვთქვათ, პატარა აკვარიუმში, ხო? მას ის გარემო ვერ დააკმაყოფილებს ბუნებრივია, იმიტომ რომ დიდი მოთხოვნილებები აქვს, უფრო დიდ სივრცეს საჭიროებს და ამიტომ მას მინიმუმ ზღვაში უნდა ყოფნა, ხო? მაქსიმუმ ოკეანეში და ამ დროს ის პატარა სადღაცა ან პატარა გუბურაში ცურავს, ან ვთქვათ პატარა აკვარიუმში ცურავს. ხო, აი რაღაც ესეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს ეს ენერგიები. მოდი ვნახოთ რჩევის სახით როგორი იქნებოდა აი თქვენს სიტუაციაში სწორი არჩევანი, როგორი არჩევანი იქნებოდა სწორი, უფრო სწორად მოდით აი ეს ვნახოთ. საინტერესო ვარიანტია საკმაოდ. ხო, აი აქ ამოდის არკანის სამყარო. ნახეთ, რაც მე ვთქვი მასშტაბებთან დაკავშირებით, ზუსტად ეგ თემა, ანუ თქვენი სამყარო უფრო ფართო მასშტაბებზე გადის, თქვენი რეალობა უფრო ფართო მასშტაბებზე უნდა გავიდეს, ვიდრე ვთქვათ, ხართ დღეს, ხო? თუ რაიმე კონკრეტულ საქმიანობას ეწევით, ეს საქმიანობა უნდა გააფართოვოთ, თუ წასვლა გსურთ, ვთქვათ, საზღვარგარეთ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ. ყოველ შემთხვევაში კავშირები უცხოეთთან, უფრო ფართო მასშტაბიანი კავშირები, უფრო როგორ ვთქვა, გაზრდა თქვენი სამოქმედო არეალის აუცილებელიც კია თქვენთვის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს უცებ მარტივად მოხდება. ამას სჭირდება შრომა, რუტინული შრომა, ყოველდღიური დისციპლინა და შესაძლებელია თქვენ მართლა გახვიდეთ დიდ მასშტაბებზე და მართლა მიაღწიოთ დიდ წარმატებას, მაგრამ ეს არ მოხდება დღეს და ხვალ, იმიტომ რომ აქ ამოდის დროში ხანგრძლივი შრომა, მოთმინება, რუტინა, დისციპლინა, უფრო ეს საჩუქრები, რაც შესაძლებელია ასეთ არჩევანს მოყვეს, ხომ? უფრო მე ამას დავარქმევდი, უფრო არა იუპიტერის საჩუქრებს, იუპიტერი ხო ეს არის უცაბედი გაფართოება, იღბალი, გამართლება, ვთქვათ რაღაცა წყალობა, ჯილდო, უცაბედი საჩუქრები, ხომ? არა, ეს არის უფრო სატურნისეული შრომის შედეგად, დროში ხანგრძლივად, მოთმინებით,
თქვენი საკუთარი შრომით მოპოვებული წარმატება და საჩუქრები, ეს არის უფრო სატურნისეული საჩუქრები, რომელიც დამსახურებულად ეძლევა ადამიანს და რომელსაც წყალი არ გაუვა, ისეთი მდგომარეობა აქვს. თუ ვთქვათ, უცაბედი იუპიტერისგან უცაბედად წყალობის სახით მოსული ჯილდო და საჩუქარი შეიძლება ადამიანს გამოეცალოს ხელიდან, იმიტომ რომ იქ არ არის იმ საჩუქრებში მისი უშუალო შრომა ჩადებული, ეს არის გამართლების შედეგად მოსული წარმატება. ამ შემთხვევაში ეს არის ძლიერ დისციპლინაზე, შრომის მოყვარეობაზე, დროში, ხანგრძლივ შრომაზე და მოთმინებაზე დაფუძნებული გამარჯვება და გაფართოება, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ წაგართმევთ და არ გემუქრებათ მოკლედ მისი დაკარგვა. ეს შესაძლებელია იყოს უცხო ეროვნების, უცხო ენოვან პარტნიორებთან კომუნიკაცია, პირდაპირ შესაძლებელი იყოს უცხოური კავშირები წასვლა საზღვარგარეთ, ასევე ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საქმიანობა. ეს ყველაფერი უშუალოდ თქვენ გეხებათ, თქვენს შრომას, თქვენს პროფესიულ განვითარებას, თქვენს მსოფლო მხედველობას, თქვენს კავშირებს. მე ვიტყოდი, რომ აქ სწორი არჩევანი იქნებოდა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენი მასშტაბების, თქვენი მსოფლო მხედველობის და თქვენი კავშირების გაფართოებასთან, უფრო შორ ხედვებთან, შორს გახედვასთან, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მნიშვნელობით, უცხოენოვან პარტნიორებთან კომუნიკაცია, ცოდნის გაღრმავება, დამეგობრება უფრო ვთქვათ, ვირტუალურ სამყაროსთან, ციფრულ ტექნოლოგიებთან და რაც მთავარია, ყველასთვის საერთო ენერგიები, რაზეც შემიძლია გავამახვილო ყურადღება, ეს არის შრომა, დისციპლინა და დროში მოთმინება, იმიტომ რომ აქ იმ ხელა მასშტაბებზეა საუბარი, რომ ეს ერთი რაღაცა თითის გაქნევით, რაღაცა ჯადოსნური ჯოხით, ხო? ან რაღაცა ისე უცაბედად გამართლების ხარჯზე ეს ყველაფერი არ მოვა. საჭიროა მეტი მოთმინება. ამავდროულად თქვენ ეს ემოციურადაც დაგაბალანსებთ, იმიტომ რომ იქ, სადაც ეხლა იმყოფებით, ცალსახაა, რომ თქვენთვის მცირე პატარა სივრცეა, არ ყოფნით ეს ყველაფერი და იმისთვის, რომ გაიზარდოთ, იმისთვის, რომ საკუთარ თავში კმაყოფილება იპოვნოთ, საჭიროა მეტი და მეტი. ეს არის ზრდა, გაფართოება და უფრო შორი ხედვები, შორს გახედვა. აი ესეთი რჩევა მოგცა, ტარომ კონკრეტულად თემაზე არჩევანის სისწორესთან დაკავშირებით და მოდით ვნახოთ, რას გვეტყვის მეორე ვარიანტი. აქ ჩვენ უკვე ცალსახად ვხედავთ უფრო რატომ გონია, ანუ რაღაცა ისეთი ინტუიციურად ესეთი შეგრძნება მოვიდა, რომ ეს შესაძლებელია მეორე ვარიანტი დაკავშირებული იყოს რაღაცა უფრო პარტნიორულ ურთიერთობასთან, კონკრეტულ მამაკაცთან და რაღაცა ადამიანების სამეულთან. სხვათა შორის აღნიშნული ენერგიები ასევე შესაძლებელია იყოს დაკავშირებული მოგზაურობასთან, გზასთან, რაღაცა კონკრეტული არჩევანის გაკეთებასთან. აქაც დგას არჩევანი, მაგრამ აქ ეს წასვლა დარჩენის არჩევანი არ არის. აქ უფრო რაღაცა სამი ადამიანის არჩევანზე მიმითითებს, სამეულზე და რაღაცა კონკრეტულ მამაკაცთან შესაძლებელია იყოს დაკავშირებული ეს არჩევანი. მოდით ვნახოთ, როგორი იქნებოდა სწორი არჩევანი აი ამ მეორე ვარიანტისთვის. აქაც ისევ სამიანი ამოდის, თასების სამიანი, ხმლების შვიდიანი და ტუზი ხმლების. კი ბატონო, აქ მეორე ვარიანტში ჩვენ შესაძლებელია უფრო ვხედავდეთ სასიყვარულო სამკუთხედის ენერგიებს, ან კონკრეტულად შესაძლებელია აქ ჩვენ არ უყურებდეთ მაინდა-მაინც დაქორწინებულ წყვილს და ვთქვათ მესამე ადამიანს, ხო? მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს რაღაცა სამ ადამიანთან, სამის ურთიერთობასთან არის დაკავშირებული და აქ თქვენ მე ვფიქრობ, რომ აი ამ ურთიერთობაში, აი ამ რაღაცა სიტუაციაში, რაშიც იმყოფებით, უბრალოდ ენერგიას კარგავთ. თქვენით მანიპულირებენ,
ან არის ისეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც თვითონ ძალიან კარგად ირგებს არსებულ სიტუაციას და მოცემულობას და თქვენ კი რაღაცა გაურკვევლობაში გამყოფებთ, ხო? ეხლა ასეთ ურთიერთობაში და ასეთ კითხვის ნიშნის ქვეშ ცხოვრება ზოგადად მარტივი არ არის, როდესაც არ იცი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი შენთან მიმართებაში, როდესაც არ იცი როგორ წარიმართება ურთიერთობა სამომავლოდ და მუდმივად არის ვიღაც სხვაც. ხო, მაგრამ აქ ამას მნიშვნელობა აქვს როლები როგორ გადათამაშდება, თქვათ მეუღლე ყავს თქვენს პარტნიორს, თუ თქვენ შესაძლებელია იყოთ დაკავშირებული მეორე პირთან და ამავდროულად გქონდეთ ურთიერთობა ამ ადამიანთან, ანუ შესაძლებელია მამაკაცები თუ მისმენენ, მამაკაცების შემთხვევაშიც ასე გადათამაშდეს ურთიერთობა, ხო, ვთქვათ, ადამიანს ყავდეს მეუღლე, ან გქონდეს წარსული ძლიერი კავშირი თავის წარსულთან და ამავდროულად აწყოში ყავდეს პარტნიორი, ხომ ხდება ესეთი ურთიერთობები. არავინ არ არის საბოლოოდ დაზღვეული და არავინ არ თქვას, რომ არა მე არასოდეს არ შევალ ასეთ ურთიერთობაში. ხდება ასეთი ურთიერთობები გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანს აქვს სხვა მოლოდინები, მაგრამ მე სხვა სიტუაციაში ვარდება, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს ურთიერთობა თქვენ უბრალოდ ენერგეტიკულად გამოგჭამთ, დაგასუსტებთ და საბოლოოდ მაინც საქმეზე რომ მიდგება, საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილება იქნება თქვენგან მისაღები ძალიან მკაცრად, აი თუ ჩანს, ცივი გონებით, ეს არის ხმლების ტუზი, ეს არ არის საუკეთესო არგანი მაინდა-მაინც ურთიერთობებისთვის, ეს არის მტკიცე, ურყევი და მხოლოდ ცივ ლოგიკაზე და ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება არჩევანი, როდესაც ადამიანმა ძალიან ბევრი იფიქრა და ბოლოს მაინც ესეთი შინაგანი ლოგიკით მიიღო გადაწყვეტილება. თუ მაინდა-მაინც რჩევასთან და არჩევასთან მიდგება, არჩევანის თემასთან მიდგება საქმე და რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემაზე ვაკეთებთ, ვეკითხებით ამ თემაზე ტაროს. ამ შემთხვევაში აღნიშნული კომბინაცია ურთიერთობის თვალსაზრისით თქვენთვის არის ენერგეტიკულად გამომფიტველი, დამასუსტებელი და არაფრის მომცემი. ჯამში საბოლოოდ მაინც მიხვალთ იმ ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა დასვათ წერტილი და სცეთ საკუთარ თავს პატივი პირველ რიგში, წინ დააყენოთ თქვენი ინტერესები და არა თქვენი პარტნიორის ინტერესები და ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრათ, ანუ შესაძლებელია არ დაასრულოთ ურთიერთობა, მაგრამ რაღაცა ლოგიკურად დაუსვათ საკითხი ადამიანს, რომ რას ფიქრობს, რა გადაწყვეტილებას იღებს და რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით და თუ მისი პასუხი არ იქნება თქვენთვის მოსაწონი და მისაღები, ბუნებრივია თქვენ მიხვალთ ლოგიკურ დასკვნებამდე, რომ არ ღირს ეს ურთიერთობა და არ არის მისაღები თქვენთვის და თქვენი საუკეთესო ინტერესებისთვის ამ ურთიერთობაში დარჩენა. აქ ჩვენ უფრო სამეულის ურთიერთობას ვხედავთ, ეს შეიძლება იყოს სასიყვარულო სამკუთხედი, ან ვთქვათ ურთიერთობა დაოჯახებულ ადამიანთან, რომელსაც ყავს მეუღლე, ან მჭიდრო კავშირი აქვს თავის წარსულთან, ყავს ვთქვათ შვილები ან შვილი წარსული ურთიერთობიდან და რაღაც აი შუაში რო ხდება ხოლმე რაღაც აი როგორ თქვა, გაჭედვა ადამიანის, ხო? ადამიანი არც წარსულში არ ბრუნდება, არც მომავლის გეგმებს არ აწყობს და რაღაცა შუაშია გაჭედილი, წარსულშიც არის, მომავალშიც არის. და საბოლოოდ ესეთი ურთიერთობა, ძალიან ტანჯველია ადამიანისთვის და მუდმივად კითხვის ნიშნების ქვეშ ყოფნა არავის არ სურს, აი ეს მოკლედ რო ვთქვა. ამიტომ დაფიქრდით, რამდენად მოვა ეს ინფორმაცია თქვენთან და თუ რეზონირდება, მაშინ რაღაცა უფრო რადიკალური, მტკიცე და ლოგიკური ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ და მოდით ვნახოთ ბოლო მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში ჩვენ უფრო რაღაცა ფინანსური კრიზისი შესაძლოა ედგეს ადამიანს, შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემებიც, ან ასევე შესაძლებელია, რომ თქვენ რაღაცა მძიმე გადაიტანეთ წარსულში, რაღაცა ისეთი მატრამვირებელი თქვენთვის, თქვენ აი რაღაცნაირად სულიერად ხართ დაჭრილი
და გსურთ ამ ყველაფრიდან გასვლა და ყველაფრის ნულიდან, აბსოლუტურად ნულიდან დაწყება, მაგრამ ამისთვის თითქოს ენერგია არ ყოფნით, არც ფინანსური რესურსი ყოფნით, არც ენერგია ყოფნით, რაღაცნაირად სუსტად ხართ. შეიძლება ადამიანი ისე მთლად ვთქვათ, არ იყოს ჯანმრთელობის მხრივ ფიზიკურ დონეზე ვთქვათ შერყეული, მაგრამ სულიერად იყოს იმდენად დამძიმებული, რომ მას აღარ ჰქონდეს იმის ენერგია, რომ წამოდგეს და გააგრძელოს ცხოვრება რაღაცა ნულიდან. ხომ აქ უფრო რაღაცა კრიზისს ვხედავთ ურთიერთობაში, რეალობაში, უფრო სწორედ ადამიანს უდგას ისეთი რეალობა, როდესაც აბსოლუტურად გამოფიტულია, გამოსავალს ვერ ხედავს და რაღაცა ჩიხურ მდგომარეობაშია შესული, ხო? თუმცა გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს, ყოველთვის არსებობს ახალი გზა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ყოველთვის არსებობს ახალი გზა, ყოველთვის არსებობს გამოსავალი, სანამ ადამიანი არის ცოცხალი, მას ყოველთვის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და მოდით ვნახოთ რას გვეუბნება ტარო რჩევის სახით არჩევანთან დაკავშირებით. ტარო გეუბნებათ, რომ ვარდისფერი სათვალე უნდა მოიხსნათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ილუზიის სათვალე, ანუ ერთგვარი ილუზიების მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდეთ და მაქსიმალურად აანთოთ თქვენი შინაგანი ქარიზმა, აანთოთ თქვენი შინაგანი ცეცხლი, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვხედავთ კვერთხების დედოფალს, ეს არის ძალიან ძლიერი ქალი, ეს არის ცეცხლოვანი ენერგიების მატარებელი ქალი, მაგრამ გვერდზე ისეთი არკანი დაუჯდა, ეს არის ხმლების ორიანი, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად ილუზორულ მდგომარეობაში იმყოფება, ვერ ხედავს, ვერ აღიქვავს რეალობას, მას საერთოდ არ აქვს ხედვა, ხო? ხედავთ, რომ თვალები აქვს ახვეული ადამიანს, ამიტომ სასწრაფოდ არის ესეთი საჭიროება დგას იმისა, რომ ფართოდ გაახილოთ თვალები, გონების თვალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ შინაგანი ხედვა გახსნათ, რეალობას შეხედოთ ძალიან ისე პირდაპირ და გადადგათ ისეთი რადიკალური ნაბიჯები, გადადგათ ისეთი მიიღოთ ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებები, მტკიცე გადაწყვეტილებები, როგორც ახასიათებს კვერთხების დედოფალს, იმიტომ რომ კვერთხების დედოფალი ეს არის ქალი, რომელმაც უკვე ბევრი რამ ნახა ცხოვრებაში, ბევრი რამ გამოიარა, ტრანსფორმირდა, გაძლიერდა და მას უკვე ძალუც აქვს იმის ძალა, რომ არ მოუხაროს ქედი ცხოვრებას და წინ გადადგას მტკიცე ნაბიჯები, ხომ? და აქ ჩვენ ვხედავთ პენტაკლების 10-იანს. მე არ ვიცი ახლა თქვენ სად იმყოფებით, როგორ სიტუაციაში იმყოფებით. ფაქტია, რომ ეს მდგომარეობა არ არის მარტივი, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ არც ისე ძიმედ არ გაქვთ საქმე, ანუ რეალურად არ ხართ ისეთ მდგომარეობაში, რომ თქვათ ადამიანს წასასვლელი არ აქვს, ხომ? აქ ჩვენ დაგვიჯდა ისეთი არკანი, ოჯახის არკანი, როდესაც ადამიანს აქვს ძლიერი ოჯახი, ძლიერი ფესვები, შეიძლება უძრავი ქონებაც, ამიტომ გასაღები რაღაც, აი ცხოვრების გასაღები მატერიალურ დონეზე, ხომ? თუ თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ჩაალაგოთ ჩემოდანით, ესე გადატანით იმ მნიშვნელობით ვამბობ, რა თქმა უნდა, და გაერიდოთ იმ მოცემულობას, რომელიც გსტრესავთ და საკუთარ თავში რწმენას გიკარგავთ, ხო? იმიტომ რომ შესაძლებელია თქვენ ახლა იმყოფებით ისეთ სოციუმში ან ისეთ საზოგადოებაში, ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც თქვენს თვითშეფასებას გიქვეითებენ, გიგდებენ იმისთვის, რომ არ ვიცი, მათ თავისი ინტერესები აქვთ ალბათ, რომ გამოგიყენონ შესაძლებელია როგორც რესურსი. მაგრამ თქვენ სინამდვილეში მიუხედავად ამ პრესინგისა, მიუხედავად ამ სირთულეებისა, რაც დგას ახლა თქვენს რეალობაში, თქვენ სრულად თავისუფლად შეგიძლიათ აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე და დამოუკიდებლად განაგრძოთ ცხოვრება, იმიტომ რომ ამის გასაღები თქვენ გაქვთ. მგონია, რომ შესაძლებელია ეს იყოს რაღაცა სხვა უძრავი ქონება, ვთქვათ, სხვა საცხოვრებელი ადგილი, გარემოს შეცვლა, ან ოჯახი შესაძლებელია დაგიდგეთ ძლიერად, ხო? ყოველ შემთხვევაში ამის მატერიალური რესურსი ჩანს, რომ არის. უბრალოდ თქვენ რაღაცნაირად გული გაქვთ დახურული, არ გინდათ რეალობას შეხედოთ თვალებში და იმოქმედოთ. რაღაცნაირად თითქოს
შეგუებული ხართ აი ამ თქვენს მდგომარეობას მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა არ არის მარტივი. ამიტომ ტაროს რჩევა ასეთი იქნება, რომ მაქსიმალურად განთავისუფლდეთ ილუზიებისაგან, თამამად და თავისუფლად შეხედოთ თქვენს პრობლემებს, ესე პირისპირ და გადადგათ ძალიან ისეთი მტკიცე და შეუდრეკილი ნაბიჯები ახალი მიმართულებით და მე ვფიქრობ, რომ ამაში შესაძლებელია დაგეხმაროთ თქვენი ოჯახი, ან თქვათ მატერიალური მდგომარეობა გაქვთ ისეთი, რომ შეგიძლიათ ამის განხორციელება. აი ესეთი პროგნოზი მოგვაწოდა და რომ მესამე ვარიანტთან დაკავშირებით თუ რეზონირდა ეს ინფორმაცია თქვენთან და მოვიდა თქვენს რეალობასთან ახლოს, ჩემი თხოვნა იქნება, ჩამომეგობრებო, რომ გააზიაროთ და მოიწონოთ აღნიშნული ვიდეო, ამასთან ვისაც არ გაქვთ ჩემი გვერდი გამოწერილი, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ენერგობალანსისთვის ჩემი ეს გვერდი გამოიწეროთ. ხოლო უფრო დეტალური პირადი პროგნოზებისა და პირადი კონსულტაციებისთვის, ასევე ბედის მატრიცის ანალიზის შესადგენად შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.